სომხეთის დედაქალაქი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ ერევნის დიალოგი 2026 მასპინძლობს. ღონისძიება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ლაშა დარსალია თემატურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მაკუნა აბულაძე გვერდდება ერევნიდან პირდაპირ ეთერში. რასთავაზობს საქართველოს რეგიონს, მაშინ როცა ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში სწორედ სამხრეთ კავკასია. ბოლო ორი დღის განმავლობაში სომხეთის დედაქალაქში ჯერ გუშინ IPC სამიტის, დღეს უკვე ერევნის დიალოგი 2026-ის ფარგლებში ევროპელი ლიდერები სწორედ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ერთად იმ საკითხებზე მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს პასუხი ახლა ევროპის და რეგიონის იმ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობასთან, რომელსაც ახლავს ახალი გამოწვევებიც. ბუნებრივია საქართველოს პოზიცია დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც, რომელმაც თქვა თუ როგორ ხედავს ამ პროცესს ჩვენი ქვეყანა და მაშინ როცა ყველა შუადერეფნის მნიშვნელობაზე საუბრობს, მნიშვნელოვანია მართლაც ჩვენი ქვეყნის როლი ამ პროცესში, რომლის პოტენციალიც სრულად უნდა იქნას გამოყენებული, რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან ერთად. პანელური დისკუსია სწორედ, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა, ეძღვნებოდა სამხრეთ კავკასიას, დაკავშირებადობის გაძლიერებას, უსაფრთხოებას და სამშვიდობო პოლიტიკას. კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ითქვა, როგორია საქართველოს ხელისუფლების ხედვა ამ მიმართულებით. სადაც ნათქვამი იყო ის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეგიონში სტაბილურობას, აუცილებლობაზე და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე საუბრობდა. ამიტომ ძალიან ბევრი ლიდერი, რომელიც ახლა ერევანშია შეკრებილი, სწორედ ეძებს გზებს, როგორ უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არის შექმნილი და ეს დიალოგი, ერევნის დიალოგი 2026 თავისი პანელური დისკუსიებით სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება. ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რასაც ის წინაშე მთელი რეგიონი დგას და ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს პირველ რიგში რეგიონალური თანამშრომლობის და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პროცესები, რომელიც მიდის რეგიონში. ეს არის პროცესები, რომელსაც საქართველოს 30 წელი ელოდებოდა და მოგეხსენებათ, რომ თვითონ საქართველოს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი უზრუნველყოფს და ბევრს თავაზობს მთლიანად რეგიონს თანამშრომლობის თვალსაზრისით და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით გადადგა ნაბიჯები. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს ორივე პლატფორმა გულისხმობ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტს და ასევე ერევნის დიალოგი 2026 ჩვენმა ქვეყანამ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენა. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე გვერდებოდა.